ყველაზე მეტად რა გენატრება? გარაჟებზე სირბილი მენატრება. 7up მენატრება. 35 თეთრი როგორ და კოკა-კოლა. მე მაგ პერიოდს ვერ მოსწრება. 120 ლარი მქონდა ვალი ინეზასი. გაბულნიკებდნენ სკოლაში? მე ზიზღება ეგ სკოლა. რომელი? ბაქსუდი. სისხლის გამოწობა, ტვინის არევა და მენტალურად ნგრევა. კარგი გოგო გავხდი თუ არა, დედამიტი რა მთელმა სკოლამ. $100 დოლარიანებს ესე მიტენიან. იმედიან ახავს ეს ბიჭი რა. ამ ვიდეოს. უნდა ვანახოთ. ისევ მარშრუტკაში ბრუნდები, იმ კატასტროფა დღეში. ყოველ დღე უნდა მეყიდა, ზამთარი იყო თუ ზაფხული რა და ლოკვით ავსულიყავი სახლამდე. I'm calling you Deretu non senena miari viral I'm telling you Luciana Paparas გამიშალე ფეხებიო კიდე გითხრათ ერთი ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო დიდგორელი ძროხის ფუნის სუნი არც ერთი ფუნის სუნს არ გავს გიჟედები მაქსუნზე მოგესალმებით მეგობრებო დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია მსახიობი იუთუბერი და მომღერალი ნანკა გვარი გამარჯობა ნანკა მადლობა რომ მოხვედი ჩემს პოდკასტში ეგრევე მინდა ბევრი კითხვები დაგაყარო და გადაგისროლო ბავშვობაში პირველი მინდა იმით დავიწყო რომ შენ ხარ ჯენზის წარმომადგენელი ანუ ჩემი თაობის ქვედ მერე თაობა ხარ და ქვე არა ზე ხო ჯენზე მაინტერესებს შენი ბავშვობა ნუ არა მარტო მე სავარაუდოდ ძალიან ბევრს აინტერესებს და რაც გადავხედე აი ეს ღმა ბავშვობაზე არსად არ გაქვს ნასაუბარი ანუ პირველი იქნები ჩემთან ამისათვის დიდი მადლობა დავიწყოთ აბა სად დაიბადე სად გაიზარდე დავიბადე ინგლისში ჩემი მშობლების ძალიან გენიალური გადაწყვეტილება იყო ეს, რომ იქ დავბადებულიყავი, ისინი იქ სწავლობდნენ. და იყიდეს სახლი, რაღაცა აი მართლა როგორ წავიდნენ იცი, აი არაფრით და იქნელად დაიწყეს რაღაცა შენება ცხოვრების და დავიბადე მე. მე რატომღაც მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ უნდა რომ საქართველოში გავიზარდო. და მე მგონი ორის ვიყავი, რომ წამოვიყვანეს უკან. რასაც მართლა ვერ ხვდები რატო გააკეთეს. მაგრამ თან ვერ ხვდებოდი ადრე უფრო. ეხლა კიდევ ხვდები რა. ჩამოვედი აქ და ჩემი ყვებოდა რომ იქაური ცხოვრების ბასშეჩეული ბავშვი რო ვიყავი, უცებ აქ როგორ ეკაპაკეთე, ვაგეთ ის რომ მოდის ყველა ხო ყველა რო გეხუტება, ყველა რო კოცნის მაგიდაზე რო აყავხარ, მიხვდები და ჩემი ცოტა დისციპლინას მასწავლე და აქ საერთოდ გადავირიე, იმიტომ რომ ბებიები, ბაბუები, ბებიის ბები, აქ ხო თან ბევრი ბები აყავს, ბევრი ბაბუ აყავს, ბევრი მამი და ყველა რო მოკლედ და ყველა თავზე მევლებოდა ხო. საინტერესო, ანუ შენ ჩამოგიყვანეს, ესე ვთქვათ, დალაგებული ქვეყნიდან, სადაც ყველაფერი რიგზე იყო, ჩამოგიყვანეს, ალბათ იქნებოდა 98 წელი, 99, ხო? არა, 2000-იანებში ჩამომიყვანეს. 2000-იანებში ჩამომიყვანეს. ხო, 2000-იანებში შუქიჯერ არ არის აქ რა, გრაფიკით არის რაღაცეები. ხო. რა უბანში გაიზარდე? ვერაზე. რომელ სკოლაში სწავლობდი? 53. 53-ში. მაინტერესებს შენთვის აი ბავშვობის წლები რასთან ასოცირდება? აი რომ საკუთარ თავთან რომ რჩები მარტო და ბავშვობაზე ფიქრობ, აი ყველაზე მეტად რა გენატრება? აი უდარდელობა მენატრება ყველაზე მეტად. ისიც მენატრება, რომ საერთოდ არ ვფიქრობდი, რაც სულ დასჯამდე, რასაც მიყავდა ჩემი თავი, არასდროს არ ვფიქრობდი შედეგებზე, რა შეიძლება მოყვეს. ეგეც მენატრება, იმიტომ რომ ეხლა ძალიან წინ დახედული ვარ. მაშინ ვიყავი, აი თავქარიანი, სადაც იყო გამოწვევები, სადაც იყო ბუნტი, რაღაცა ნახავდი, რომ მე ვდგავარ პედესტალზე. მე ვიყავი ყოველთვის ბუნტის თავი რა. და ეგ ძალიან მენატრება. გარაჟებზე სირბილი მენატრება. გირბენია, ანუ გოგოები წარბოდით გარაჟებზე, ესე ვთქვათ. მე ჯენზის დარბოდა გარაჟებზე. მაგას მივხვდი მე. ანუ ჯენზის დარბოდით გარაჟებზე? იმიტომ რომ მე ვიყავი ბავშვი, რომელიც ცოტა ოდნავ უფრო განვითარებულად ვთვლიდი თავს, ეთყობა, ვემაგრებოდი ჩემზე დიდებს. ჩვენი შტაბებიც ვქონდა უბანში, სტადიონზე ვქონდა ჩუმი წერტილები, სადაც სიგარეტს სინჯავდით და მე თავბრუ გვეხვეოდა. იმით არ ეწევით ხო ჯოხებით რაღაც ხელზე სუნი რო არ აგივიდეს კი. და მოკლედ აი ყველა უმეტესწილად ბევრი რაღაცა მაქვს გავლილი, რაც მინელიალებს თუ ვიღაცებს გაქვთ გავლილი, ხო? ვიღაცებს. ძალიან მენატრება კიდე 7up-ი გახსოვს? 7up-ი როგორ არ მახსოვს? ეხლა 7up-ი თუ არ ვწდები.
არ მინახია. 7up მენატრება ძალიან კიდე twini გახსოვს შოკოლადი. მახსოვს, აბა რა თქმა უნდა. ეგ მენატრება. კიდე სკოლის ბუფეტის ენა, რა ღირდა თქვენ დროს? ენა, იგრავე როგორ მივხვდი? ენაზე ვიჯექი, მაგიტომ ავი 78 კილო რო ენაზე ყველა იჯდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საჭმელი იყო რა, შაქარი ქონდა ბევრი რა და შაქარი ზემოდან და იყო ფენოვანი ცომი, ნუ სასწაული. მიჩვევა იცოდა რა. რა ღირდა თქვენ დროს ენა? კარჩა 20 თეთრი მე მგონი რა, იმიტომ რომ ლარი მყოფნიდა კოკა-კოლაზე, მაგაზე და ტვინზე. 20 თეთრი ღირდათ, ხო? ნუ დაახლოებით ჩვენ დროსაც ეგრე ღირდათ 15-20. 35 თეთრი რო ღირდა კოკა-კოლა. მე მაგ პერიოდს ვარ მოსწრებული. და პურიც. პური 30 თეთრი ღირდა ხოლმე 35 თეთრი. ანუ შენ კარგად გახსოვს რა, კი პატარა იყავი, მაგრამ გახსოვს რა. იმიტომ ახსოვს კარგად რომ მე ვგიჟდებოდი ფულის შეგროვებაზე და ვგიჟდებოდი პურის, კოკა-კოლის და ეგეთ რაღაცების ყიდვაზე. და კიდე მქონდა ნისიები სულ. და იქ просто გული მისკდებოდა ბებიაჩემ მაგ მაღაზიასთან თუ ჩაივული და ან ჩემი რომელიმე მშობელი რომ გამყიდველი არ გამოვარდეს რომ შენ ნიშვილი არ გიხდიდა ხოლმე ბებიან, მე ბებია მიხდიდა მიხდიდა სულ. მე მიხდიდა. ჩემ მშობლებზე ნერვიულობდი და ბებია მიხდიდა ცოტა კი წამაყვედრიდა რომ შენ რამდენი 120 ლარი მქონდა ვალი ინეზასი ჩემი უბნის გამყიდველი. 120 ლარი შენ თვეების მანძილზე ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრი. ეგ რო გავიგე რომ აქამდე ავედი ძალიან განვიცდით, იმიტომ რომ ვიცოდი რომ შანსი არ მაქვს რა. და ბებიაჩემა გამიკეთა ეგეთ რაღაც რომ სახლი უნდა მელაგებინა, სანამ ვალს არ დავუფარავდი ბებიაჩემს უკვე რა. მალაგებინა. აი რაღაც მოუფიქრებია. ხო, მასწავლა ლაგება მაქვს. კაი. სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ? ანუ თუ შემოგხსენ სკოლის მეგობრები. სამწუხაროდ სკოლის მეგობრებიდან რაღაც 1-2 მეგობარი შემორჩა, რომელთან ლებთანაც მაქვს ისეთი ურთიერთობა რა. ამხანაგური უფრო. ხო, ვიდრე მეგობრული. მეგრე ვარ მეც. არა და ჩემი კლასი ძალიან შეკრულია. დღემდე რაღაცა წესით ძალიან შეკრულები არიან, მაგრამ რაღაცაერთ ეგრე დაალაგდა, რომ გამოვეღავი, არ ვიცი რატომ, არა ეგრე. გაბულინგებდნენ სკოლაში? არა. მაგ სკოლაში მე არ 52-ში არ მაბულინგებდნენ. მე ვიყავი უფრო ბულერი არასოდეს არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში პირიქით, რატომღაც ის მქონდა ყოველთვის, რომ ვისაც ჩაგრავენ ის უნდა დავიმეგობრო ყოველთვის ეგ ქონდა, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან სულად ვიქცეოდი 53-ში. გამომაგდეს. ამჯერავს. რა დააშავე თუ გახსენდება. მეც ვარ სკოლიდან გამოგდებული ერთხელ. მოკლედ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ჩვენ სკოლასთან, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს და ჩვენ სკოლასთან გახსნეს მაღაზია, რომელშიც იყიდებოდა ვითომ თაგვები, ანუ აი მახსოვს. პარკი იყო და ესე თუ გაუკეთებდი იბუშტებოდა და რომ ფეთქდებოდა კუილის სუნი ქონდა. აუ ეგ მახსოვს ხოლმე მაგდროს დიდი ვიყავი ძალიან. ხო და მე ვიყავი მაგდროს აი რომ ეხლა რო ხვდები რომ ბიჭი ვარ თუ გოგო ვარ აი მაგის გარკვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბიჭი მეგონა მთელი ჩემი ცხოვრება თავი. მასწავლებლებს უკეთებდი ამ ყველაფერს. მე მე-12 კლასელ გოგოებს, ახლა ჩემთვის მე-12 კლასელი აი რაღაცნაირი გოგოები იყვნენ სასაცილოები რა, იმიტომ რომ უკვე რო ხალობდნენ. აი რო ხალობენ და რაღაც მე ვიყავი, ნუ აი თხა აბსოლუტური, ჩხუბებიც მქონდა სკოლაში ბიჭებთან ერთად მივდიოდი რაღაც სტრელკა თუ რაღაცები მქონდა. აუ რასაო. ანუ აი ძალიან გაუკვირველი შავიყავი და მოკლედ ამოვიდა ყოლში რამოდენიმე გაფრთხილება მქონდა და უკვე გეოგრაფიის მასწავლებელმა წააყენა პირობა რომ მოკლედ მეო ამ კლასში აღარ შევალო, ნანკა გვარიშვილიო თუ იქნებაო ამ კლასის ნაწილიო, იმიტომ რომ შლისო გაკვეთილებსო და თან მე-12 კლასელ გოგოს თაგვით, აი რაღაცებთან ბეწვები ქონდა მაგას, თაგვით ესე უკეთებდი წარმოიდგინეთ და გული წაავიდა, თურმე ქონდა ფობია, მე სხვა არ ვიცოდი, დაემთხვა ძალიან ცუდად. მოკლედ გამომაგდეს სკოლიდან. წავედი მეზიზღება ეგ სკოლა. რომელი? ბაქსუდი. ბაქსუდი. აი ინგლისური სკოლა. ოღონდ. ხო? ინგლისური სკოლა. ოღონდ აი ერთი წამიც არ მაქვს ჩემი ცხოვრების, სადაც შეიძლება მომერიდოს რომ ამ თემაზე ვილაპარაკო, როგორ მეზიზღება ბაქსუდი, როგორ მეზიზღებოდა მთელი სასწავლო ნაწილი. 1-2 მასწავლებელი იყო, რომლებიც იყვნენ კარგები, ჯიგრები და ნაღდები და ვენაცვალე მე მაგათ. დანარჩენები იყვნენ კატასტროფა. მთელი სკოლის სასწავი, ჩემი კლასი იყო კატასტროფა. რას გულ, ანუ ახალი წევრი ვიყავი, წამი საიდან მოსული, სადაც
შეჩვეულები ვართ რა ხურდაზე ვადებთ ერთად და მივდივართ თონისპურის საყიდლად რომ სახლამდე ხო იცი რაღაცა სახლამდე რომ მიდიხართ ყველა ერთად ნელ-ნელა რომ ცოტავდებით რა და რა გემრიელი იყო მაგ დროს ის პური სასწაული იყო აი იგივე ცხოვრება შეჩვეული რომ სკოლაში წასვლას რაღაცა ხვალ 915 აკლია აი კუთხეში დაგელოდები და ეს მთელი პონტი რო იყო და შატალოები რაღაცა ერთობა შატალოზე არავინ არ ჩაგვიშვია არასდროს ეგეთი მეგობრობიდან და ძმაკაცობიდან გადავედი ბაქსუჩი სადაც ფული ღირს ყველაფერი ანუ საფასური უნდა გადაგეხადა რო გესწავლა იყო რაღაცა სამხარი, საუზმე, ვახშამი, აი ყველანაირი ყვება აბსოლუტურად. სნობების, არ ვიცი, ბუდეში მოვხვდი. და ყველა რო გაკვირდება რა საერთოდ ჩვენ 53-ში საერთოდ არ ვიცოდით გაცვია, არ გაცვია, კიდია რა ხო დადიხარ, ხო არ გაწვიმს, ანუ ხო თბილად ხარ. დანარჩენი გვეკი და ჩუტყვავილები იყო ერთ-ერთი, რაზეც ყველა უგიჟდებოდა კეტებზე უნდა დაგვეკრა რა, ის ხო სტიკერი ჩუტყვავილები რა იყო. თუ არ იცი. ანუ მე არ ვიცი. ხო, აი ეგ იყო. საინტერესოა. და ნუ იქ იყვნენ რაღაცა გოგოების სექტა, ჩემს დედას ვიცი რომ კინოსცენარი თუ არ იყოს, გოგოების სექტა, რომელმაც გადაწყვეტს ხო ერთი გიენა რო არის და დანარჩენი ლეკვები რო ყავთ ხო იცი? აი ეგენი იყვნენ. მოკითხვა ან როგორ მოკითხვაც იყო ხო? წარმოიდგინე ეგენი, რომლებმაც არ მიმიღეს, ვითომ რო გიღებენ და მე ფეხებს პადნოშკებს რო გადათარგმნა მინდოდა და ვერ ვქენი. ფეხებს რო გიდებენ და ნუ იქ რამოდენიმე ბიჭს მოვეწონა, ეს ვერავინ ვერ აიტანა. კარჩო საშინლად მეკცაოდნო. იცი რა ებს მეკეთებდნენ? მან გაბულინგებდნენ? ბულინგი ამას არ ქვია, რასაც მე მეკეთებდნენ. ეს იყო ნელ-ნელა სისხლის გამოწობა, არ ვიცი, ტვინის არევა და მენტალურად ნგრევა, რასაც მიკეთებდნენ რა. აი თან გიღიმიან, რა ერთი დღე რო გემიგობრება, მეორე დღეს აღარ გემიგობრება. მე ხვდა ეგეთ რაღაცებსაც მიკეთებდნენ. საშინელებებს ლაპარაკობდნენ ჩემზე. მათი ცხოვრებისთვის ეხლა ამ ეტაპზე შეიძლება ეს არაფერი არ არის და მათი ცხოვრება შეიძლება არც ახსოვთ წესიერად რამე უქნიათ თუ არა ჩემთვის. ეგ არის ალბათ ყველაზე მტკივნეული ამ ამბიდან, რომ მათთვის ეს შეიძლება იყო ერთ-ერთი მსხვერპლის როლი ვითამაშე მან, ან უბრალოდ ვერც აღიქვეს სიმძიმე როგორც მეკცეოდნენ ამ ყველაფრის და ჩვეულებრივად განაგრძეს ცხოვრება და მე ვმკურნალობდი მე. ანუ დღემდე გახსოვს ესეც სულად. როგორი სიმწარით მახსოვს? აბა დედა ჩემს მაგ თემაზე დაელაპარაკე. ეგრევე დემონი იღვიძებს მაგაში. ისე მწარეთ ახსოვს? რატო არ გადაგიყვანეს მაგ სკოლიდან? მოგიყვები, მე იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭური და ცოტა ესეთი ვიყავი და თან ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ შენ ამ ბაქსუჩი თუ კარგად მოიქცევი 53-ში მერე დაგაბრუნებთ, იმიტომ რომ ვებედრებოდი დამაბრუნეთ თქვენ, იმიტომ რომ ქვეტექსს არ ვეუბნებოდი, რომ დამაბრუნეთ, იმიტომ რომ აქ მაბულინგებენ და ვეუბნებოდი, რომ უბრალოდ დაბრუნე. მეუბნებოდი, კარგად მოიქეცი, ყველაფერი კარგად იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ვცდილობდი, რომ კარგი გოგო ვყოფილიყავი. კარგი ბიჭი კი არა, იმიტომ რომ ბიჭობა მინდოდა ძალიან. კარგი გოგო ვყოფილიყავი უკვე. კარჩო, კარგი გოგო გავხდი თუ არა, დედა მიტირა მთელმა სკოლამ. და ეგ პონტი მქონდა, რომ როგორ შეიძლება და ჩემი აი ამ რაღაც იმის გამო, რომ მაბულინგებენ, მე დავნებდე და გადავიდე. სხვაგან ვიხდი, ან ჩემ დედა მშობლებს უთხრა. ამიტომ ყარათ ვიდექი რა ვითომ. და დედა ჩემი მიხვდა რომ სახლში რომ მოვდივარ, რაღაცა აგრესიული ვარ ძალიან. რაღაცა არ ვიყავი არასოდეს აგრესიული პირიქით. ხო, ვიყავი ბრაზიანი, რაღაცა ნერვებზე მარტივად ვიშლებოდი, უხეშად ველაპარაკებოდი დედასაც და მამასაც, განმარტოვება მინდოდა რაღაცა, გადაწყვეტა და ჩემ რომ ფსიქოლოგთან წამიყვანოს. და ეგ არის ძალიან ნორმალური რომ ბავშვი ფსიქოლოგთან ატარო კი არა აუცილებელია ჩემი აზრით. სანამ აი მისი ფსიქიკა ჩამოყალიბდება, რა სწორად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ფსიქოლოგი ყოველთვის რომ ცოტა წაუცდება გაუსწოროს. აი ძალიან სწორია რა. რატომღაც მაშინდელ პერიოდში ეგეთ გადაწყვეტილებას ბევრი არ ეთახა რა თქმა უნდა. კი, და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ერთი 9-ის არის და მეორე 10-ის რა და ანუ ქონიათ რაღაც ისეთი პერიოდები, რომ დაჭირდათ მაგალითად, ნუ ფსიქოლოგია არა, მაგრამ აი პედაგოგიური ახსნა რაღაცების დალაგება, ანუ და მეც გეთახმები, რომ აუცილებელი არა მარტო ბავშვებში, ანუ დიდებმაც უნდა მიმართონ, როცა საჭირო ექიმია რა, როგორც კბილით ტკივა, ასევე შეიძლება
ნერვები გალატობდეს ან რაღაცა. ხო, ჩემი ძალიან თანამედროვეები არიან, მსგავსი გაგებით თავიდანვე, ალბათ ბრიტანეთში ცხოვრებამაც იმოქმედა მათ აი ამ თავისთავად კი. და წამიყვანეს ფსიქოლოგთან და ჩემი ფსიქოლოგმა ბოლო უკვე გავიხსენებ კიდე ერთ მომენტს, საერთოდ არ არის სასიამოვნო მომენტი. უბრალოდ მაგის მერე უკვე გადაწყვიტა ჩემმა ფსიქოლოგმა, რომ უნდა ეთქვა დედა ჩემისთვის რა. გახსოვს გუდვილთან მაგ პერიოდში უკვე ახალი გახსნილი იყო, ბუმი იყო მაგ მაღაზი მარკეტის თუ გახსოვს. ვაკის გუდვილი? ვაკის გუდვილი. სადაც არიგებდნენ რაღაც ეგეთი რა იყო არ ვიცი, $100 აუ ვიცი, მე მანდ სტუდენტი ვიყავი, წინ სწავლობდი და ვიცი. ხო და ჩუმად კიდე ბევრს ვიღებდით ხოლმე რომ არიგებდნენ ამას და ერთმანეთს ვიღად დავებოდით რომ $100 მაქვს რაღაც ჩვეულებრივი ახსოვს კი ფურცელი იყო. ეს ფერადი რა. ფერადი ხო. ამ ბაქსუჩი ეს $100 თუ $100 მოკლედ ყველას ჰქონდა რა. ესე იგი ამ იყო ავტობუსი რომელსაც ჩამოყავდი 3 საათზე და გტოვებდა ბაგებში და გაკითხავდნენ იქ, ან 5 საათიანს მოყავდი და მიყავდი სახლში. ხო და გადავწყვიტე, რომ ჩამოყვე 3 საათიანს. იქ ვიდექი, იმიტომ რომ არავინ არ დამითმო ადგილი, რა თქმა უნდა, ბიჭებმა. და არც მინდოდა დათმობილი ადგილი, ვიდგებოდი ბოლომდე, წყნეთიდან ჩამოდიხარ. მაგარი გრეხი იყო, ესე ვთქვა, გოგოს მაგ სკოლაში გრეხი იყო, რო არ დაეჩაგრე. ბიჭები იქ ჩაგრავდნენ. გოგოს. სხვა რაღაცას გელაპარაკები. ბერელი გოგო ვარ, რომელსაც, რავი, კლასელი ბიჭები სკოლამდე აცილებდნენ და დღემდე ვერაზე, რავი, პარკი რომ მეჭიროს, ჩემი უბნელი მიმატან, სხვაგან გაზრდილი ტიპი ვარ. ოღონდ. მე რო გითხრა, რომ ძალიან ჭღრპღრდან წამოსული ტიპები არიან, არა. უბრალოდ აი როგორი ტიპები იყვნენ, ზოგი იცი, უმეტესად. მამამ რო გუშინიშავა ფული. მე ხდები და აგვივარდა. ცოტა ეგეთები. ბაქსურში მოვხდით ჩემი. აი ცოტა ეგეთები. აი არ მინდა რომ ძალიან დავაკნინო ვიღაცაები, მაგრამ მენტალურად კიდე რაღაცნაირი 15 წლის ბიჭი რო მართვის მოწმობის გარეშე დადის და აი ეგეთი ტიპები მიხვდი ხა? იმიტომ რომ კრიშავენ თუ აი რაღაცა, აი ეგეთი სასტავი იყო. მოკლედ ვიდექი ფეხზე და ვგრძნობ, რომ ირგვლივ მთელი აი აქედანაც და აქედანაც მთელი ყველა გრადუსით $100 ესე მიტენიან. ეს ახლა ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით რის ნიშანიც იყო რა. ეს ხო არ იყო ხუმრობა. ეს იყო სხვა ხასიათის რა. შეურაცხყოფა. მოკლედ ჩემ სკოლაში ბაქსუჩი იყო იმედია ნახავს ეს ბიჭი რა. ამ ვიდეოს. უნდა ვანახოთ, იმიტომ რომ აღონ კარგ ბიჭზე მაქვს ლაპარაკი. მაშინ ის დანარჩენი ბიჭებიდან ერთი არის, რომელმაც მომწერა 2 წლის წინ თუ რაღაცა. ვინც ერთ-ერთი მჩაგვრელი იყო. ცოტა პრანჭაობით თუ რაღაცით. მეთქი ვის წერა, ვინ გახსოვს საერთოდ. მე ფსიქოლოგი გავხდი. მეთქი ლიცენზია უნდა ჩამოგერთვას. არ შეიძლება რომ ეგეთი ადამიანი გახიოთ ლიცენზია. ეხა ფსიქოლოგია და შენ გამოდავდიოდი მეთქი ფსიქოლოგთან, შენ კრეტინო. მაგრამ ნუ კაი არაფერი. ბერი მაინც გამختارიყო რაღაცა. აი ხო, არ ვიცი, თან რაღაცა მენტალური, რაღაცა აქეთ სახმარება დამწყოს შენ დღემდე გაწუხებს ეგენი თუ რაღაც. მეთქი არ მაწუხებს, მაგრამ შენ კორჩი ბლოკავ, კარგად იყავ. იქ იყო, ისევ მარშრუტკაში ბრუნდები, იმ კატასტროფა დღეში. როცა ძალიან სვეტ ვიყავი, გრძნობ რომ ეგეთი მყარი ვეღარ ვარ, ტირილი მეწყება, იმიტომ რომ დაუცველად გრძნობ თავს, მთელი ჩემი სკოლა, რომელიც ეხა ავტობუსშია, იქიდან არავინ არ მიცავს, არაფერს არ შვება, ხედავენ. გთხოვთ გეყოფათ, აი ამაში რო ხარ. და ერთკაციანი ისინი რო არის კამები, აქეთ ამ ხარეს ხო იცი ავტობუსში ფანჯარასთან. ერთი სკოლელი მყავდა, რომელსაც არ ვიცნობდი და საერთოდ ხმა მისი ამოღებული არასდროს არ გამიგია. სუმოს ეძახდნენ. სუმო ის გავდა, ცოტა ბუთხოზე იყო და ცოტა ესეთი თვალები ჰქონდა, ძალიან მაღალი. უსიტყვოდ ადგა, ამიღო დამსვა და გადამეფარა. ხმა არა მადლობა თქო, რა უთხარი, არაფრისაც არ მითხრა. მიხსოვს, მართლა ხმას არ იღებდა ტიპი არას, რომ საიტყობა ხვდებოდა რომ საშინელ სიტუაცია ხალხშია. და ანუ კეთილი. ხვდებოდა რომ საშინელ ხალხშია და იტყობა მაგიტო არ ლაპარაკებდა, არ მეგობრებოდა, მან და არავის, არ ვიცი. კარჩე, მე
წლები რო გავიდა სუმოს ვეძებდი რა. იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ფიგურა გადამრჩენელის ერთადერთი იყო მაგ სკოლაში, ვინც რაღაცა გამოიჩინა ჩემ მიმართ. ვერსად ვერ ვიპოვე. არ ვიცი, სუმოთი ვიცი ერთ-ერთი, კლიჩკა ვიცი. თუ ოდესმე ამ ვიდეოს ნახავს, ან მისი მეგობარი. სუმო გამოშდი, ბაქსუჩი სწავლობდა, მინდა რომ მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ მან მაგ დღეს გადამარჩინა და არა მარტო მაგ დღეს, ძალიან ბევრ ჩემი ცხოვრების ეტაპზე მეც სუმო ვიყავი ვიღაცისთვის რა. აბა, საინტერესოა. სუმო უნდა ვიპოვოთ აუცილებლად. ხო, სუმო არის ჩემი ბავშვობის, არ ვიცი, აი სუმოისტი მართლა ადგა და გადამეპკედელი გამიკეთა და ალბათ ძალიან მაგარი ტიპია და ალბათ ძალიან აი ეგეთი სიღრმე რაც დავინახე მის თვალებში. ერთ სანქციებში. მაგარია ძალიან ხო. ხო, მოკლედ აი ბაქსუდის ამბავი ეგ არის. მე ჩემმა ფსიქოლოგმა უთხრა და ჩემს ეს ამბავი, მე კიდე რაღაცები იყო, რა ცუდი რაღაცები, რასაც ნუ მოკლედ ღამე ვეღარ ვიძინებ, როგორ ვიციო, რომ ხვალ შეიძლება რაღაცა კიდე უარეს იქნანო და დედაშენ ნუ ჩავაყენო საქმის კურსში. დედაჩემი ამოვიდა. და მანდ მოხდა მესია მოვიდა მართლა ფეხზე დააყენა მთელი სკოლა. და ნუ პირველად იყო რა დედაჩემმა დამიცვა თუ რომ პირიქით იყო ყოველთვის რა. მე მინდოდა რომ დამეცვა, მაგრამ ნუ ეს სიტუაცია ისეთი იყო რომ მოითხოვდა ამ ყველაფერს და მე გადამიყვანეს უკან. მამა ჩემს ეს ყველაფერი დეტალები ვთქვა თუ ამბობ რომ ცოდნოდა, რაც ფსიქოლოგიისგან გაიგო დედაჩემმა. პირველ რიგში არ ვიცი რას დაატრიალებ. მამის რეაქცია უფრო მძიმე. ამიტომ ყველანაირად ბოლომდე ვცდილობდით და ეხლაც მართლა გეუბნები, ეხა იცის გონია რაღაც არ იცის რაღაც. იმიტომ რომ მისთვის მე ვარ არ ვიცი რა. დედიც ერთ ხარ? არა. მაგრამ 16 წლის ასაკში ვიყავი და რო შემეძინა და დედის ერთავარს მაინც მივხვდი. ეგრე გაიზარდე რა. ხო, და მათთვისაც რაღაცა კიდე სხვა ვარ. და ეხმარებოდი რა თქმა უნდა დის გაზდაში. გიждდებოდი. თავიდან არა ხა შეინდარი 10 წლის. ხო. ჩემ ბავშვს ხელა. ხო და თავიდან მქონდა პროტესტი ცოტა რა. მე მივხვდი რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერაფერს ვერ გამიგებ. დავიწყოთ ბაქსუდი. დავიწყოთ და რა მაინტერესებს, ანუ ბიჭური ცხოვრება სხვანაირი იყო, რა თქმა უნდა, ანუ ის ჯენტლმენობა და ის ანუ როგორ ვთქვათ, ვაჟკაცობა, ანუ ჩვენ ანუ მე არ ვადარებ შენ თაობას და შენ თაობას, ასე თუ ისე ყველას ქონდა, ანუ სახლიდან რომ ადამიანისთვის ადგილი უნდა დაგეთმო, გოგოსთვის, მოხუცისთვის რაღაცა შენ უნდა მოგეკლო და ანუ სხვისთვის უნდა მიიგეცა, ესე ვთქვათ. მაგრამ მაინტერესებს სულ სხვა რაღაც, ანუ ჩვენს პერიოდში რა, ანუ ფული ხო გჭირდებოდათ, ანუ რაღაცეებში რა, ანუ რო ახსენე ენა, ბულკი, პური. აი ფულს როგორ ჩალიჩობდით? სახში ართმევდით თუ რამეს დაძრებოდით ხოლმე რაღაცეებს, აპარებდით? აი, გეტყვი მაგალითად. საიდან ჩალიჩობდით? ანუ სამი მეთოდი იყო რა. მოკლედ ერთი იყო რომ მშობლებს ვართმევდი. ეგ დავიწყოთ. ლარს მაძლევდი, მეც არ მაძლევდი. ლარზე მეტი მინდოდა რა უნდა მექნა. მიდიხარ უკვე მეგობრებთან ერთად, ბებიასთან ან ბიძასთან. ეგ იყო მეორე ვარიანტი. კაკლები ხო გახსოვს ყოველს საყვარელი და გემრიელი. კი. მაგას ჩუმად ვიპარავდით. მაღაზიებიდან. აუცილებლად. ანუ მოპარვა თქვენთვისაც იყო. ისეთ გიждდებოდით მაგის გაკეთებაზე. ანუ მაგას თუ არ აკეთებდი, ნაყიდი ყველაფერი რაღაცა ის იყო რა, იპარავდი გიხარო და ძალიან. კი. მე ნუ ეგეც ხო ძალიან დიდი მისია იყო მშობლებს რო სიგარეტს პარო. არ იყო შენთვის ძალიან დიდი, არ გქონდა ეგ? მე სიგარეტის, ანუ სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ როგორ იყო იცი ჩვენ, ანუ ძირითადად ბიჭები რაღაცა ჯარც ვიპარავდით, ბოთლებს ვაგროვებდით და რაღაცა და ვავარებდით და ნუ სულ ქონდა რა სიგარეტი რა. ჩვენ დროს ყიდა 50 თეთრი ერთი პაჭკა. ერთი პაჭკა სიგარეტი. ვიქეროი, ვაისროი. ჩვენ დაჟე გვიყიდია, წარმოგიდგენი ასტრა. ასტრა. იმიტომ რომ არ გქონია მეტი ფული და 20 თეთრი ღირ და ასტრა. შენ არ დაბოლილები დავდიოდი გულისრევის შეგრძნები. შეულებრივი ეგეთი იყო. ნუ ბებია ჩემი იყო კიდე ეგეთი ტიპი, რომ სახლს თუ დაალაგებდი, გაძლევდა რაღაცა ფულს. თან მე მაკდონალდსთან ახლოს ვცხოვრობ ძალიან რა, ქვაფენილის ზემოთ ვცხოვრობ ზუსტად და მაკდონალდის ნაყინზე ვგიჟდებოდი. ეხლა ვგიჟდები. 55 თეთრი იყო ფული ეხა რა. მართლა იყო ჩემთვის ფული, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებს იყიდდი მაგ ფასად.
მაგაზე ჩალიჩი არ ვიცი აი კნაო დი 90 თეთრი რო გახდა მართლა ეხლა რა არის 2 და 50 თუ 3 უბედური ფასი აქვს ეხლა 90 თეთრი რო გახდა მე მივხვდი რომ შო დაგვერხა ვეღარაფერს ვეღარ გავწვდები ყოველ დღე უნდა მეყიდა ზამთარი იყო თუ ზაფხული რა და ლოკვით ავსულიყავი სახლამდე და რაღაცა პატარა ის ქონდათ იქ გვერდზე ხო პანჯარა და იქასხავდნენ ხო ფორტოჩკა ხო ეხლა თუ არის ეგ აღარ დავუკვირდი არის კი არის მუსიკოსი ხარ მოსმენილი მაქვს შენი სიმღერები ზოგადად მუსიკა როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში პირველად რომ მუსიკის მოსმენა დაიწყე აი რა ასაკში იყავი და რომელი მუსიკოსი იყო ეგ რომ ითხრა თუ გახსოვს ფემის საშინელება იყო ძალიან მაინტერესებს მუსიკის მოსმენა დავიწყე მაგ პერიოდში ახალი გამოსული იყო და მე ვთვლიდი რომ ვარ მილიარდერი იმიტომ რომ ეს მქონდა Express Music-ი Nokia მანამდე არ მქონია მე ტელეფონი საერთოდ просто არ მქონია რა Panasonic-ი მიყიდა მამაჩემ ანტენიანი ბავშვობაში მაგრამ ნუ გასართობად თუ რაღაც კიდე ხო და მე უკვე არ უნდოდა რომ აი ეს ტიპ შავყოფილი ყავი რომელსაც აეყოლებ თუ რაღაცა და მოკლედ ბოლო მუსიკის პონჩი მინდოდა ძალიან რამე და თან სკოლაში არ მიშვებდა ყურსასმენებით იმიტომ რომ მანქანა არ დაგარტყას რაღაცა მოკლედ თავისი პანიკები და ფობიებით იყვნენ ძალიან ხო და Express Music-ი რომელსაც გვერდზე ესე ქონდა კნოპკები გახსოვს ესე ხوار უტრიალდებოდა არა ეგ იყო უფრო ძვირიანი ხო მე არ მქონდა ეგ მე მქონდა გვერდზე ქონდა ჩართვა და პაუზება და შემდეგი თუ რაღაცა ესე კნოპკები Nokia იყო Nokia Walkman-ი ხო Express Music-ი ხო ანუ და Express Music რო ერქვა ამიტომ ვიყიდეთ და მან მქონდა Bluetooth-ით და ინფრარედით გადმოწერილი I'm calling you. თედონ გაიხსენა იმ დღეს. ტექსტი აზე არ ვარ ეხლა და ვიცი ესე. სერე თუ. თედოს ევასება მაგრა. აუ, კაი სიმღერა იყო რა გინდა. კიდე ის გახსოვს. ეგ მქონდა, კიდე მქონდა. ვაიმერეს ეხლა აი თუ გაიხსენე ვიღაცა ხალი მღერს ნონსენენა მიარი ვირალ აუ მე ვიცი აუ ეგ იყო ეგორი იყო ზა ეგ იყო მაგაზე მეგონა რომ პენელოპა კრუზი მღერის თელი ცხოვრება მეგონა რომ ეგ მღერის ო ვინ მღერის ღმერთ მაგას მეც უსმენდი როგორც მე მაშინ იმაზე მქონდა დისკებზე რა და პირველად მიყიდა მამაჩემო ესეთი MP პლეიერი იყო აი ზუსტად აი ტიპი კი და კარო ქონდა ხო და სამაგრო პლეი ისა და ნაუშნიკები რა აუ გადაოფა ეგ სიმღერა ანუ I'm calling you თედომ გაიხსენა წინა პოდკასტში და ანუ მაშინ იყო ძალიან ცვეთში ეგ სიმღერა აი ძალიან ეგ მეყენა ზარზე კიდე რამე სხვა გაიხსენებს რამდენი სიმღერას Kanye West-ის Not gonna kill me can only make me stronger კი ამას წარმოგიდგენ არ ვიცოდი ეს ინგლისური და მე არ შემეძლო ჩემს საუკეთესო მეგობარი წარმოგიდგენ ქართულად დამიწერა მთელი ტექსტი და ზეპირად უნდა ისწავლო რომ ვრეპოთ და მასე პირებინა და ამას და ეხაც რო გამაღვიძე აი ესე ვიცი რა ეგ ტექსტი კიდე რა არ იყო საშუალება ლირიქს და არა ხო და იმან იცოდა გაიგე კარგად ინგლისური და მე მაგამდე ვერ მივდიოდი მეც ეგრე ვიყავ ანუ სიტყვები რასაც ქართულად ფუსიკეტოს მე ვუსმენდი I'm telling you listen up paparas ოკეი მეც უსმენდი აუ გიჟობა სიმღერები იყო აი ხა რა ანუ მე ხა საშინელი ტექსტი ქონია ხა ჩემო მეგობარმა მითხრა რომ მაქსიმუმ ტექსტის დონეზე არ ვიცი ხა რა ანუ გამიშალე ფეხებიო მართლა და ამას უმღეროდით ტექსტის დონეზე არასდროს არც ერთი სიმღერა არ ვიცოდი იმიტომ რომ ჩემ დროს მართლა არ იყო ეს ხელმისაწვდომი და ინგლისურიც ბევრმა არ იცოდა რომ აი თქვა Crazy Frog-ი Crazy Frog-ი კი იმით რომ ირბის რაღაცა ძალიან საინტერესო ანუ მაგ დროს შემოვიდა შენ ცხოვრებაში მუსიკა აი რაც აღწევ. მანამდე ეხა ჯაზები და რაღაცები მქონდა სახლში. ჯაზებს უსმენდი, ხო, ანუ. და მე უკვე ხო მე თვითონ გამიჩნდა ინტერესი ჯაზის მიმართ ძალიან სერიოზული.
და მაგ დროს იყო კომპიუტერები უკვე. Pentium 3 ქონდა თუ Pentium 2. რაღაც უსარმაზარი ეკრანი მქონდა. ეკრანი კი არა და ტრაკი. და ისინი რო კლავიატურა ეთქმა მტვერი რო ჩადიოდა თუ რა იმართებოდა ძლივს რო ეჭირებოდა ხოლმე ამ კლავიატურას არ ქონია ეგეთი კლავიატურა ძლივს რო ეჭირებოდა. მე ვშლიდი ხომე და ანუ ვასუფთავები. ხო და მე არ ვიცოდი ყველაფერი და ძლივს ეჭირებოდა და იჭედებოდა ხოლმე ალაგ-ალაგ და დავიწყე მოკლედ Nat King Cole ხო ისე კაცი. ნატალი რო არის მე მისი შვილი. მაგისი მოსმენა. დეჩემ ჩათვალა რომ მე ვარ ხელოვნების არ ვიცი მაძიებელი იმიტომ რომ აი ამ Colin News მე უცებ მან დრო გადადიხარ, ნუ გაუსწორდა დედა ჩემს და. სიმღერას რაც შეეხება, ჩემ ყველა თვლიდა რომ არ მაქვს მენა და არ მაქვს ხმა. მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. იქამდე ვიმღერე, სანამ არ დავაჯერე ყველას წარმოიდგინე. მიზან დასახული ხარ. ხო. ძალიან. რამოდენიმე გან მაქვს მოსმენილი რომ დღიურებს აწარმოებ. დიახ. რომელიც წლიდან შემოვიდა შენ ცხოვრებაში დღიური, იმიტომ რომ მახსოვს რომ ჩემ დროს მაგალითად ჩემ ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო რომ დღიური ქონოდა რა. მეგობრობის დღიური გახსოვს? მეგობრობის დღიური რა თქმა უნდა მახსოვს და მე იყო ხომე რომ აი მთელი დღე რა გავაკეთე ხომე იმას ვწერდი ხომე რაღაცა პერიოდი ეხა მე ანუ კონკრეტულად და შენ შემთხვევაში ეს როდიდან დაიწყო? მე იმიტომ რომ ფსიქოლოგთან დავდიოდი. ანუ ბავშვობიდანვე დღიური ქონდა. მიწევდა რომ ეწერა თვითონ დავალებად მანწლებდნენ რა. ოღონდ თვითონ კი არ კითხულობდნენ მე უბრალოდ. არა, შენც ქონდა. ვიცლებოდი ემოციურად რა და ძალიან მარტივი გზა აღმოჩნდა. ამიტომ ბავშვობიდან წერ დღიურებს. მე კი არ ვიცოდი ეს ფსიქოლოგიური. თან დღიურებს. წარმოიდგინე ნიკორაშიც კი რო შევალდა და ვინახავ ცოტა ლამაზან ფუმფულან რაღაცა დღიურს უნდა ვიყიდო. ძალიან ბევრი დღიური. მეგობრობის დღიური? მეგობრობის დღიური მქონდა. აკრავდით ხოლმე რაღაცებს თან ეგ. იცი რა ვშვებოდით? ეგ მე მქონდა საშინლად ეგოისტური. აი ყველაზე მეტად რა სამითვისება გიყვარს ჩემში. იმას კი არ წერდი შენი საყვარელი ფერი რაღაც. ჩემზე მქონდა სულ კითხვები. კიდე მქონდა ჟურნალი. სადაც წერდი ნიუსებს. ეს იყო საშინელება. ნიუსებს ახალ ამბებს წერდი? ხო. მოსმენილს თუ ვიგონებდი. იგონებდი. ახალ ამბებს მულტფილმის პერსონაჟებზე, ჯასტინ ბიბერზე, ყველაზე. ძალიან მაგარი დღიური ქონია. ხო, ვიგონებდი ამ ნიუსებს და კიდე რას ვაკეთებდი? ჯასტინ ბიბერის და ვიღაცა სიმპათიური ბიჭების სახეებს ჭრიდი ჟურნალები და მე ჩემსასაც და ჩვენ კოცნას და რაღაცებს ვაკეთებდი, ტანებს ვახატავდი, საშინელებებს ვაკეთებდი. ეხაც მაგ ეგ დღიური. საინტერესო ბავშვობა ქონია. კი, აი ეხლაც გაქვს შემონახული? ყველაფერი შემონახული მაქვს. აუ რა კაია, საინტერესო იქნება. მეც ანუ რაღაცები მქონდა შემონახული და ერთი ოთახში და შევედი და მაქედან გამიჩნდა ეს ბავშვობის გვერდის შექმნა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კიდე მქონდა პლაკატები. კიდე გითხრათ ერთი ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო. მითხარი. ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული და ყველაზე დიდი ფანი ვიყავი ალბათ ჯერა რომ ჩემზე დიდი ფანი მაგ კაცარას არ ყოფილა გადაყოლია არის დიმა ბილანი. დიმა ბილანი. იცი ვინც არის? როგორ არ ვიცი. კარჩი ისე ვაფრენდი მაგ ბიჭზე. და სიმპათიური ბიჭი იყო. წარმოიდგინეთ, მაგრამ როგორც ქონდა შეჭრილი. აი აქ ცოტა ჩოლკასავით და მე აქ გრძელი აქ და მოკლე. სიმპათიური ქერა იყო ანუ ხო? არ იყო ქერა. დიმა ბილანი არის. დიმა ბილანი. არისო ქერა? არა, ქერა არ არის, განახებ ხა. განახავ თუ შენ? არა იყოს. შენ ნახე. აი ეს ბიჭი არ გახსოვს? კი, ეს სხვა შეამერი აშკარად. იმენა ვაფრენდი. მე ვაფრენდი ეგრე ვაფრენდი ტატუზე. გახსოვს ტატუ? ხო, ვითომ ლესბი სასტავი რა იყო. ხო, ტატუზე და ზვერი იყო რუსი მომღერალი, ანუ აი მეკეტებოდა ზვერიზე რა. ხო, და ამ დიმა ბილანზე კარჩე ის ამბავი მჭირდა რომ ბებიაჩები მთელმა ოჯახმა იცოდა რომ რამე ჟურნალს თუ იყიდიან და იქ მაგის ფოტო გაიჩიტება უნდა ამომიჭრან რა და კედლებზე მყავდა სულ დიმა ბილანი. და ანჯელინა ჯოლი რომელიც მარწყვის ჭამს, რატო არ ვიცი. ჩვენ აკრავთ ხოლმე ძირითადად ფეხბურთელების პლაკატებს და ჟურნალებს და ოსკარი რო იყო გახსოვს 2000-იანებში და მე გამოდიოდა ხოლმე და მაგას ხო ანეკდოტების გვერდები ქონდა. ეგეც ქონდა თუ სწორედ მოხსნა რა პლაკატი იყო ხოლმე შუაში ლელა წურწუმი რაღაც ხო ესეთი
ანუ არ მახსოვს ახლა იქ მომღერალს და ქართველი მომღერალების მუსიკის მოსმენა რომელიც წლიდან შემოვიდა შენ ცხოვრებაში. აი თუ სმენდი ვინმეს რა. კი, შემოვიდა ოღონდ 17 წლის ასაკიდან სადღაც რა. და ვინ იყო ეს? ინოლა გურგულია იყო. ჯანსუღი და მისი შვილი. ჯანსუღის შვილს ვატო კახიძე და ჯანსუღ კახიძე. და ნუ საუკეთესო მეგობარი მყავს, რომელიც აი სუბაიათებს უსმენს, თუმცა გოგოა. და უსმენს აი მარტო იური ჰალარე და პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა, აი ესე დადის რა. ლიკუნა მიყვარხარ. საინტერესოა, მოკითხა ლიკუნას. სუ ეგრე დადის, მოკლედ და თუ кейფია, მარტო ეგენი უნდა ჩაგირთოს და მარტო და რა ვინდა, აი ესე მღერისთან სმენა არ აქვს ნატამალითან, კატასტროფაა მისი მოსმენა, მაგრამ ნუ ისე გამზარდა. შესაბამისად, ყველა ბაიათი, ქართული ისი, ყველაფერი ვიცი ყოველთვის ლიკას დამსახურებით და მე ეს გახდა რაღაცა ნაწილი რა ჩემი ცხოვრების. წამიგი დინამიკი უბლუთუზიანი რო გამოვიდა. რუგზაკში ვიგდებდით და მივდიოდით ვერის პარკში და დაგველია. და ამ ბოლო ხმაზე უსმენდით ამ ბაიათებს და ეგრე ვერთობოდით. ამიტომ ხო ქართული მუსიკა შემოვიდა უკვე აი დალევები და რაღაცები რო დაიწყო მაშინ. ის სულ მინდოდა ვინმეს მეკითხა რა, ანუ გოგოსთვის რა, ანუ მაგალითად სადმე კაფეში, სახლში თუ სადმე ანუ გასართობად რო იკრიბებოდით ხოლმე გოგოები მიდიოდნენ ხოლმე ტუალეტში ერთად. აი ეს ანუ რა პონტია საერთოდ. პირველ რიგში, მაგალითად მე და ლიკუნა რატო დავდივართ? ხო, ანუ ერთად ტუალეტში, ანუ მე და ჩემი ძმაკაცი რო შევიდით რაღაცა ანუ ბიჭურ პონტში არ ჯდება რა და გოგოები რატო დადიხართ ხოლმე? ხო, მე და ლიკუნა იმიტომ დავდივართ, სადმე სხვაგან როდესაც ვარ ტუალეტში ერთად, რომ ერთმანეთს თი დავიჭიროთ. ეგრეა. ანუ ნასვამები ხართ თუ? არა. ანუ ქალები ვთვლით რომ არახიგიენურია. მივხვდი სევ. ხო. ეგ ერთი წესი ერთი. მერე მეორე, იქ განიხილავ 2 წამში ყველაფერს. ეგრევე. ხო, იქ გარეთ რაც ხდება და იმან რომ გამომხედე და მე დაინახე რომ ვაიმე რითი აი ეს ყველაფერი უცებ და მე გამოდიხარ თვითონ არაფერი რა. უკვე დალაგებული გაქვს როგორ გააგრძელოთ იქ. კი. საინტერესოა, სულ მაინტერესებდა და ვერავის ვერ ვკითხე რა. ხო, აი გორი პონტია რა. მაგალითად აი რატო იყო ეგრე? არ ვთქვი მართლა ჩემ რატო იყო ეგრე, მაგრამ ტვალეტში დავიჭიროთ ხო, მართლა იყო გულახდილობ თუ გინდა. ტვალეტში ვქონია პონტი, რომ სახლში ტვალეტში მჯდარვართ და მათ გვილაპარაკია. პროსტა ეს. კომფორტულად ეს დამჯდარვართ ძირს და გვილაპარაკია, кайხან. ქალისთვის არის კიდე კაცებიც ვიცი რა, ვიღაცები აი ხო იცი რომ შედიან და აღარასოდეს აღარ გამოდიან. ხო არის რა, ეგო ტუალეტი არის ეგეთი ტიპები. ნუ აი ჩვენთვის უფრო ისეთი ადგილია რა, მან ყველაფერს შვები რა, ანუ ხო ხტები რა დაქალებს ელაპარაკები რაღაცა. წიომნი ადგილია, ხო ეს რუსული სლენგი რო ვიხარ. გასაგები. სოფელი გააქვს? კი. და ანუ როგორი იყო ნანკა მაგ დროს, ანუ თბილისიდან ზაფხულში რომ მიდიოდა სოფელში, აი მაგ ნანკაზე მომიყევი რა. ეგ ნანკა მიყვარს ყველაზე მეტად და ეგ ნანკა ვარ ეხაც. და მაგიტო. ეგ არის ჩემი სულის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ვერც დრომ მოუგო, ვერაფერმა ვერასოდეს. ეს არის დიდგორი, სადაც მე გადავედი კიდეც საცხოვრებლად 2 წლის წინ. ყია ქალაქთან. ხო. ძალამაზი ადგილია. კი, და საერთოდ ვერ იგრძნობ, რომ თბილისთან ახლოს ვარ. მანდ ნანკა კიდე სხვა ნანკა არის რა. აი მანდ რო გაიცნობ ნანკას, მიხვდები რა ნანკა არსებობს, იმიტომ რომ იქ რო ჩავდივარ ესეთი ჩანგალზე სიარული ხო გიგია კი რა თქმა უნდა. ეგ ვარ. იმენა ჩანგალზე დავდივარ. იმას კარტოფილი აქვს, კაი მოგვიხარშავს, გადავდივართ ხარშავთ. თიულური ხინკლები და ამბები და რაღაც გულაობები ყველაფერი, მოკლედ ნანკა ჩავიდა, აი სუე გამბავია რომ კეიფობთ დიდგორი რა. მერე ცხენზე ვჯირითობდი მთელი ბავშვობა და ამიტომ ცხენით გადავაადგილდებოდი მეზობლებთან. ეგ რა სისვეცკეა? წარმოგიდგენია რა სვეცკე ვიყავი? კი, ძალიან.
კიდე რა საშინელებები თან იმიტომ რომ მოუქნელი ვიყავი ძალიან და ხეზე ვერ ავდიოდი იმიტომ რომ 70 კილო ვიყავი სადღაც რაღაც იპარავდით ციმინდებს ვაშლებს ყველაფერს ვიპარავდი წარმოიდგინე ოღონდ აი როგორი მეზობლებისგან ვიპარავდით ოღონდ იცი რომლებსაც ისეც მოგცემენ ხო აი ვაფშე ვერ ხვდებოდით რატო ვიპარავდით ხო და თუთის ხე ქონდა ერთ მეზობელს ანუ ერთი ყავდა ვისაც ციმინდი და ვაშლი აქ კაროჩე და ჩვენ სახლებთან ახლოს იყო მე და ნინოსთან ნინო ჩემს საკოცო მეგობარია დღესაც და ერთი მეზობელი იყო ზემოუბანში რომელსაც ქონდა თუთა ორი თუთის უზარმაზარი ხე ოღონდ როგორი თუთა იყო იცი აი თუთაც ვიცი და თუთაც რა აი თუთებზე თუთები ხო ალბათ დიდი შავი და აი წვნიანი ძალიან რა წარმოუდგენელი გემოცი რომელსაც ყავდა კატასტროფულად აგრესიული ძაღლი მათ შეძრომა და აძრომა ხეზე კი საშინელება იყო მაგრამ კარჩე ღამემდე ვეღარ ჩამოვდიოდით ხოლმე ხიდან სანამ ამ კაცს არ დაუძახებდით და არ ვეტყოდით რომ შენ ხეზე ავიპარეთ და გთხოვ გამოგვიშვი საღამომდე სანამ ნახირიდან არ ამოდიოდა წარმოიდგინე სახში ვიჯექით ამ ხეზე ნახირი მე ნახირში ვარ ნამყოფი აუ როგორ დამევასა იცი დილის 6-ზე გავიღვიცე და ეს თელი ძროხები წაიყვანეს და გავყევი ნახირში რა და ანუ თავისი პროცესია რა ვერ ბალახობენ მე წყალს ვავენ ანუ ეხლა რომ ახსენდება ხოლმე ეგ ისტორიები და ეგ ამბები აი თავს გრძნობ რომ ანუ ძალიან ბედნიერად რა ანუ ნახირში ვიყავი თან ერთხელ კი არ რამოდენიმეჯერ ვიყავი მე და ნინო გავიგეთ მინახირე რამდენს იღებს ფულს 5 ლარს იღებდა თუ 10 ლარს ანუ ჩემ დროს თითო ძროხაზე არა თითო ძროხაზე ეხლა ალბათ ჩემთან იყო ეგრე თითო ძროხაზე 5 ლარი ხო ნუ ალბათ სწორედ სოფელში იყო ძალიან ბევრი ძროხა რო გადავთვალეთ რომ 800 ლარს იყო მაგარი ისტორია გამახსენდა მეთქი ნინო რა დავიწყოთ ყავალიდან მეთქი იმე მენახირეს სკოჩავთ და ჩვენ გავდივართ მეთქი და კარჩე გადავწყვეტეთ რომ გავყვეთ ერთ-ერთ მენახირეს რომ ნახოთ რა ამბავია ეს არის ფული როგორი შოება კატასტროფა იყო მართლა კატასტროფა იყო მე ბავშვობაში მიყვარდა ჩემი მითანასოფლელი ბიჭი რომელსაც სულ ცალფეხზე ვიყიდე დიდი ალბათ სიყვარული არის საერთოდ სხვა რა ოღონდ ის ბიჭი დღემდე იქ ცხოვრობს და ეხლა ძალიან კაი მეგობრები ვართ მაგრამ თუ ბავშვობაში ვაფრენდი ვთვლით რომ არ ვიცი აი ჯეიმს ფრანკო თუ აი არ ვიცი აი ცუდად დიმა ბილანი მართლა აი ვაფრენდით ნახირში დადიოდა ამიტომ მე და ნინოს წარმოიდგინე ამ ხელა გზას გავდიოდით ეხლა ერთ ადგილას ხო არ დგანან ეს არა რასამ გაყინული 2 ლიტრიანი წყალი ჩაგქონდა ხოლმე მაგისტვის, ამოთ მივდიოდი საათნახევრიან გზაზე. იქ წყალი აღარ იყო გაყინული ოღონდ. რა მე მიმეტანა, საერთოდ ეს ბიჭი ვერ ხვდებოდა რატო ზრუნავდი ესე 12 წლის ბავშვი 20-ის იყო თვითონ თუ რაღაც. ხო და მოკლედ ეს ნახირის ამბავი რა თქმა უნდა არ გამოგვივიდა. მაგარი ისტორია გამახსენდა ცოტა ისეთი პახაბნური ისტორია და ნახირში ვართ მე და ჩემი ძმაკაცები რა, ანუ და ნახირში წავედით, თქო, წავყევით ამ ჩვენ უბნელ მენახირეს და იქ თან მტკვარი ჩამოდიოდა რა, თუ რაღაც მდინარე რა ჩვენ სოფელთან და იქ ხო სილა ესე ეყარა რა და ჯერ ხო თუ გახსოვს ამ ძროხა არის და არის კამეჩი რა და კამეჩი გაძლევს საშუალებას რომ ზედს შემოაჯზე და იკატაო. არ გიქნი არასდროს კამეჩზე. მოკლედ და ანუ იქ თან მდინარეში გვებანავა, თან ამ კაც გავყევით, თან ცოტა სვავდით და აი ბავშვები ვართ რა და ეს ფუნა ხო იცი რა და რა თქმა უნდა ეს პლიაჟი ვით იყო ალებში რა და ეს ძროხებმა ნუ ქნეს რა და ერთი ყავდა იმენა გიჟი ძმაკაცი ყავს და მოკითხვა ნიკას და აი სულ რაღაცებს იგონებდა ისეთებს რომ აი რაღაცა და უცებ დაიყვირა რომ წავიდა ომიო და მეთქი რა ომი და ამ სილაში ესე შეაცურა ქვემოთ ხელი ეს ფუნა იყო ცხელცხელი და დაგვიშვა რა ეგრევე და ანუ ეგ ჩვენ ეგრევე ვიღაცა ზურგზე ტყლავ და ანუ თავი სახეზე არ მოხვედროდა რა თორე აი რა ვიცი ეგრევე მტკვარში თუ რაღაც დინარეში გადავხვდი თან ვიბანთ ეს ნიკა გვესწრის იქიდან და რა ნიკა რა კენი ნიკა ხოდა კარჩე აი ეგ მახსენდება ნახირის დროს რა მე ძროხები გადადიოდნენ ხოლმე მდინარის იქით ცურავდნენ რა
კუჩი მოვკიდევით ხოლმე ხელს და ესე მივყვებოდით ხოლმე, გადავიდოდით, გადმოვიდოდით ხოლმე. ეს იყო ალბათ, ჩემი საუკეთესო ბავშვობის წლები, რომელსაც ვატარებდი ხოლმე პაპაჩემი და ბებიაჩემი მიდიოდნენ ხოლმე სოფელში რა, ანუ თბილისში ცხოვრობდნენ და იქ სამი თვე იქ ატარებდნენ ხოლმე და მივყავდი ხოლმე რა. და ეს არის და იქნება ჩემთვის აი დაუვიწყარი ემოციები, ხა რა ჩვენ თქვი რაღაც ხილის მოპარვას, იმის მოპარვას, აღამოს კოცონთან დაждდომა, სიმინდების შეწვა, იქ ფლირტაობა, იქაური რაღაც, ანუ აი ძალიან დადებითად მახსოვს და სავარაუდოდ კი არა და 100% ვიცი რომ მე რაღაცა პერიოდის მერე გადავალ და ვიცხოვრებ ქალაქიდან მოშორებით რა და მეყოლებიან ჩემი შინაური ცხოველები, ქათმები რაღაცები და ძალიან ფიქრობ ამაზე. ოღონდ ეს ალბათ მე რაღაცებს რომ მოვწიჭკავ ჩემს ცხოვრებაში, ხა ნუ 40 წლამდე არა, მაგრამ ალბათ მე უფრო რა. მე ნაბიჯი გადავდგი და გადავედე. მაგრამ მე მივხვდი რომ შემანელა ძალიან. ნელა გადის სოციალურ ცხოვრებაში. იქ იცი როგორ არის? მალე გადის ძალიან დრო პირიქით, ანუ დღე ძალიან მალე მთავრდება, იმიტომ რომ საქმე ძალიან ბევრი გაქვს, გინდა არ გინდა რა. აი როგორი დაალაგებულათაც არ უნდა ცხოვროს, რო ძრო ხარ, ყავს არაფერი არ გაქვს, რაღაცნაირად სულ რაღაც არის აკეთებელი სოფლის სახლში, იმიტომ რომ გუშინ წვიმა იყო და რაღაცა გარეთ აივანზე რაღაც უბედურება ხდება. ხო ხდება აი ზართულიდან დიდი მიწა როცა გაქვს და ბევრი ძაღლი როცა ყავს და მე ბევრი შენ ძაღლები გიყვარს ხო? კი და კატებიც მიყვარს, კატებიც მიყვარს. მე ყველაფერი მიყვარს. ნანგაი. ხო და მან მივხვდი რომ იქ მალე გადის დრო და ამასობაში აქ კარგავ ძალიან ბევრ დროს ესე არაფრის კეთებით, იმიტომ რომ იქ მინდა დასო მიხდე? აი ხა იქიდან ყოველდილით კი ჩამოდიოდი რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ სულ ვცდილობდი რომ მოვიმიზეზო რამე რომ დავრჩე დიდგორში. თან ნინოც მუშაობს, ახლა სამსახურში დადის, ველოდებოდი ნინო როდის ამოჩემი იქ გადავედი საცხოვრებლად, სადაც გავიზარდე რა ზაფხულობით. ნინოც სამსახურშია, ახლა 7 საათამდე ველოდო რომ ყავა დავლიოთ, მიხდე აი ეგ პონტი მქონდა, თან მეზარებოდა რომ ჩამოსულიყავი მე მუშავა აქ. და ის ვაიბი დაიჭირე იქ რო გადახვედი, რასაც ბავშვობაში ანუ ემოციურად აღიქვავდი. აი მაგის მეშინია რომ ეგ ემოციები ვერ გავაღვიძო მე და ვაი და არ მომეწონოს რა. ხო და იცი რატო? იმიტომ რომ მე დიდგორთან კავშირს არასდროს არ ვწყვეტ, მიხვდი? აი დიდგორში სუავდი ვარ. ნინოსთან მაინც ავალ რომ ყავა დავლიო. მიუხედავად იმისა, რომ იქ ვცხოვრობდი, ხო? სანამ ვიცხოვრობდი მანამდე, სუავდიოდი სახლს და ვხედავდი რაღაცას გავაკეთებდი. ლაშქრობებშიც იქვე იმ ტერიტორიაზე დავდივარ ხოლმე ავდივარ. ამიტომ ეს კავშირი არასდროს არ გაწყვეტილა და დედას ვიცოდი თუ ვიტყვებოდა ხალხო და თუ გინდა დამწინეთ რაც გინდა ის გააკეთეთ. დიდგორელი ძროხის ფუნის სუნი. არც ერთი ფუნის სუნს არ გავს. ეგ ალბათ იმიტომ რომ სხვა ბალახია იქ და გიჟედები მაგ სუნზე. აი ფუნის სუნს რო გრძნობ უკვე იცი რომ თბილისში არ ხარ რა. იცი რომ დიდგორში ვარ და სახლში ვარ. აი ეგ სუნი თუნდაც იმ ხალხ ნოსტალგიას მაძლევს. მე არ ვიცი ის ხა შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ მეც ანუ სოფელში რომ მივდივარ და უკვე რომ ფანჯრებს ჩაუწევ და ან ფუნარევის სუფთა ხაი რომ შემოდის, ანუ სულ სხვაგან ვიჩიტები გონებით რა და ანუ ხა შეიძლება ვიღაცა ვერ მიხვდეს ამას რა. ფუნის სულ რაპონჩიოსე. ხო და ჩემი ნინო წარმოიდგინე რა გადაწყვიტა რომ ფუნებისგან გაეკეთებინა ტორტები. და ჩამithრია მეც ამ ბიზნესში. ვეძებდით ახალ მოსაქმებელს ოდნა, რომ უფრო მარტივი მართვადი იყო. და დეკორს უკვე ყვავილებს ვძებდით, კენჭებს, რაღაცებს და მიგქონდა დედებისთვის, რომ მოჭერით და ჭამეთ, თქო წარმოიდგინე, ძალიან გართულები. იცი რა ლამაზებს ვაკეთებდი, ძალიან. საინტერესო. ვაჟი რატო გადაწყვიტე რომ ფუნებისგან ტორტები აკეთოს, არ ვიცი. ხო, ანუ ჩვენ რო ომობანა მოვცხეთ იქ. ჩემი აზრით ნინოს უფრო გაჭედილი აქვს ვიდრე ნიკას. ხო რა. ხო, იმიტომ რომ ტორტები ლამაზად მოთხოვნა ცოტა. საინტერესო. ხო, ბავშვობაში ბომბობანა გქონდათ თამაში. ბომბობანა ბურთით იყო. ბურთით რო ყოფას კტირობდნენ ეს სახის გვაძრობდნენ, ხო, მაგრა ძალიან სულ თამაში იყო. თამედ
თავში ხდებოდა ხოლმე ძირითადად რა და აი საშინელება იყო. ხო რა ძალიან საშინელება. თან ევასებოდათ ჩვენთან დიდგორში დიდ ბიჭებს რომ მაგ თამაში ანუ ასაკით ჩვენზე დიდებს გაიგე და ჩვენს რო გვეთამაში ჩვენ უოჭველი იქუნა ჩამჯდარიყავით და წესები მიდიოდა. გახსოვს? მე არ მახსოვს. მე მახსოვს რომ აი ამ პასების დროს თუ გაუვარ და გაგივარ და შედი შუაში. შუაში ჯდები. ცოტა გერხა. და რამოდენიმეც მახსოვს შუაში და მე უნდა ისო დაგეჭირა ეს ბურთი თუ რაღაც ეგეთი. თუ ვიღაცა დაიჭერდა, ის გამოდიოდა. ის გამოდიოდა. თუ არ და ბომბავდნენ იმენ. განზრეული. საშინელი თამაში. კატასტროფა თამაში. ეგ და ისა ვქიო ქურდის ზონაში იყო ბიჭებისთვის იმენა საშინელება. ეგ არ ვიცი. ანუ წესები კარგად არ მახსოვს, მაგრამ მაგრა ხდებოდა იქაც რა, რაღაცა წესები იყო რა, შენი კლიჩკა და რაღაცეები. და ანუ როცა ხდებოდა რომ აღარ გინდოდა რომ ეცემე, უნდა გეთქვა პეპელა და რთულ თამაში იყო ჰიდროელექტროსადგური, მე სანამ მაგას ვიტყოდი. ჩემი დიქციით და ჩემი ენაბლობით, ანუ რამდენი ხდებოდა იცი რა სასწაული. რამე ისტორიას ხო არ გაიხსენებ კიდე ბავშვობიდან რაიმე ისეთ სახალისოს. ან ზოგადად რა გახსოვს? პიკნიკებს ვწყობდი დიდგორში სულ. გასვლითი პიკნიკები. იმიტომ რომ არ მყოფნიდა ეს რა, ჩემ თავჭამე, შენ თავჭამე, იქ ჭამე, არა, ბუნებაში წავიდეთ, ლაშქრობა მოვცხოთ. რა მაგარი. და ვიარო და რაღაც გავშალოთ სუფრა. სახლებიდან მოქონდა ყოველს რაღაცა საკვები რა. ნინოს გიждდებოდი რაღაცები რომ მოქონდა თავის ტყუპის ცალთან ერთად, ბექასთან ერთად, იმიტომ რომ ფუნები ხო არ მოქონდა. ფუნა არ ლამაზი ფუნები. ფუნები არ მოქონდა, შუაში სანდლები. ბებიამისი სულ გვატანდა რატომღაც ჩვენ შევლებს რომ გაიგოთ გააფრენ. 9 ლიტრიანში ღვინოს. აუცილებლად გვატანდა რა, ანუ ვიყავით 8 წლისები თუ რაღაცა სიკიჟე არა. მაგრამ ბევრი იყავი და ცოტ-ცოტას და რო გითხრა ეხლა რომ ძალიან ბევრი არ ვიყავით. და კარჩე მე ვიყავი ის ტიპი რომელსაც სანტე სწვენები გახსოვს რძის ჩასადებში რო იყო სანტეს სწვენი. კი, მახსოვს. ანუ ცელფი ეს რო ეხსნებოდა. ეს რო ჭრით. ეგ მომქონდა და ცოტა ჩიფსი და რაღაცები სუმ მქონდა მე. და მოქონდა ძალიან საკაი პამიდორი, ქარხნის ყველი ან რაღაცა გუდა, თონის პური. ან რაღაცა ნინოს ბებიის დაჭრილი პური, ქვის, რომელიც წესით რავი ერთი 10 ნაჭერი ჩვეულებრივად გამოვა, მაგრამ იმ სისქეზე ჭრიდა რომ 3 ნაჭერი გამოდიოდა. მოხარშული კარტოფილი, პურს გახსოვს სუნი. და ქვის პური გახსოვს საერთოდ მართლა რა სუნი ქონდა. გარედან რო ხრაკუნა იყო, შიგნიდან რო რბილი იყო. მახსოვს კი, აი ძალიან გევრელი იყო. ხო და კარჩე ერთ-ერთ ესეთ გასვლაზე ჯოიანში წავედით. რაღაცა ახლო არის ძალიან დინარე თუ რაღაც ჩანჩქერივით. იქვე არის სალოცავი, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია და მან წავედით და ჩემი ძაღლი მივაბით ხეზე რა. და ჩვენ გავშალეთ სუფრა, ეხლა დავილოცეთ და რაღაც რაც გაგვიგია ყველაფერს ვაკეთებ, დავილოცეთ და აბა ჩვენ მოსვლას გამომარჯოს და ამიწაწყალს და რაღაცებს აი ასე ჭირო იყო არ ვიცი რა ვაკეთებდით რა. რაღაცა ბაძავდით ხო, რომ ჩვენ უკვე დიდები ვართ რა. და ჩემი ძაღლი იქაჩებოდა რა. ჩვენთან უნდა და ახლოს და ეს ხე ხო ქანქარებდა. უცებ ხედავ რომ მე ნინო და ბექავზი ვართ რა. მაგარი კიშკაობა მიდის და მე თუ ჭამ აღარ ვჩერდები ოღონდ რა, მით უმეტეს ეგეთ ადგილი. უცებ ხედავ რომ ბექავ და რამწარია, აი ესე იწყებს კეთებას და კაი ბიჭო ნარი მწარი რაღაცა ვერ მივხვდი. უცებ ნინომაც ვაიმე ეს დაიწყო და უცებ მივხვდი რომ ძალიან ბევრი რაღაცა დაფრინავს და აღმოჩნდა რომ ჩემი ძაღლი დავაბით ბზიკების ბუდესთან ხეზე და ეს ხე რო ქანქარებდა გაბრაზდნენ და გამოცვიდნენ და უცებ ბექამ დააღო პირი და პირში შეუვარდა და მე შემივარდა პირში და კარჩი ისე ვყავდი იმიტომ რომ იქ სინაკბენი მქონდა პირში? არა, პირში ერთი მქონდა. აუ რა საშინო, თან ეგ სივდება. ეგრევე დამისივდა. აქ, ყურზე, თვალზე ესე ვიყავი გადაშუპებული, წამიგინე. ავიღეთ რაღაცაები და გავიქეცით, რა თქმა უნდა, ძაღლი წამოვიყვანეთ. ანუ თავს შევაკლავდი, ძაღლს წამოვიყვანეთ. მაგრამ ბებიამისის 3 ცალი შუშის ჭიქა დაგვრჩა. და დედას ვწერ ჯობდა მომკვდარიყავი, ვიდრე ეგ ჭიქები დაგეტოვებინა იქ. არ გაპატიებდათ ხო? არა.
ძალიან გვეჩხუბებოდა. წავედით და კაროჩი როგორი დაკვენილები მოდიოდით იცი უკან. ბღაოდით ბოლო ხმაზე. თან ამ ბექამ იცოდა რომ დანით ესე უნდა გაუსვრო შხამი გამოვიდეს. არ გვიშველა ვიყავით ესე, მაგრამ ზემოობაში მაინც ავედით და ბომბობანა ვითამაშეთ ესეთ სახეებით ღამე. ეს შარფი შენ რა მაჩუქე? ძალიან მომეწონა ჯერ ესეთ რა მაჩუქე, იმიტომ რომ თელი ჩვენი ზედ ხო? კი, ბავშვების მოგონებებია ზემოდან. ყველაფერი კამერას როგორ ვაჩვენო ესე? და გახსოვს რეებია ზედ? ისინი როგორ არ გახსოვს? აბა ერთად. ისინი როგორ არ გახსოვს? ეგ ჯარისკაცები. ჯარისკაცები დეგენერატული ძალიან, მაგრამ მქონდა რა. ჩავამტკრივებდით ხომ, ზოგი იწვა ხომია ეს. ხო, მთელი პოზები იყო, ეს ხელებით ეს თამაში მახსოვს. მან იყო მილიონი ტყვიები. კომბინაცია. მაგის თუნი გახსოვს? აი რო გაისროდი მაგ ტყვიას. კი, როგორ არ მახსოვს ახლა გამახსოვს. დამწვარი პლასტელინის აი რაღაცნაირი სუნი ქონდა რა. ციგა რა თქმა უნდა მახსოვს უბანში. ყველგან აღმართ-აღმართი მაგ და ციგა მახსოვს. რა გატკა არის თუ ლაგატკა? პინგ-პონგი ჯერ ისეთი ეხაც ვთამაშობ. პინგ-პონგია თუ ისა, ბამბინგტონი ეხაც ვთამაშობ. მე ვთამაშობ ხოლმე ლისზე ბავშვთან ერთად. ყველა ეგეთ ძველ თამაშებს ვთამაშობ ყველას. რამე ისეთი არის რაც არ გახსოვს? კი. ეხა ვიგანახ. მამალო მახსოვს? მამალო სახში ვაკეთებთ ხო? ეს ვერ გავიგე რა არის სმაილიკი. აუ, კაი გადაობ ნეტად წაომეღო ეგ. ესეთი პატარა ისენი რო ქონდა შტამპები, ბეშტები მახსოვს თქვენ ეხაც მაგ ეგ. და კაი, ეს მართლა არ. აბა რა. ეს იყო ესეთი ის ქონდა რა ქვია, ეს იმენა 90-იანების სათამაშო იყო, ესეთი ის ქონდა რა ქვია. ძაფივით კი არა, თოკივით და ეს გამოწევდი და ეს ტრიალებდა რა, ან უბრალოდ რა. ეს სიგარეტი ჟუვაჩკა. კი, მახსოვს და ერთხელ რა გავაკეთე, იცი? არ ვიცი, მამა ჩემო მიყიდა და ანუ ეს არ მაძლევდნენ რა ყოველ წამს, რამეთო ბევრი მინდოდა მე და გამოვაყე და ესე ყველას მოვაჭერი ესე პატარ-პატარები. ვერ მივხვდარიყო და ნუ რა თქმა უნდა მივხვდა მე. ძალიან კაი მეთოდი, არ დაგცინეს? ნუ დამცინეს კი. ხო და ეს ძალიან მაგარი შეჩუქარია, იმიტომ რომ ბავშვების რაღაცეები გამახსენდა. მადლობა ძალიან. არაფერს ისი მადლობა, პირიქით მადლობა მოსვლისთვის, სტუმრობისთვის. წარმატებინა გისურვო შენს კარიერაში, YouTube-ზე, Instagram-ზე, მომღერლ კარიერაშიც. აპირებ რამეს. კი, კაცო, სიმღერები ეხა იხოდება ყველაფერი. ხო და წარმატებები და მადლობა დღევანდელი ძალიან მაგარ რაღაცას მოკიდე ხელი რა. ეხლა ისეთი ენერგიით დამუხტე, რომ მთელი დღე ლალალალა ისე მიხარია. ეხლა შეიძლება რა გეგმებით მაგ ყველაფერი შატალოზე წავიდე მართლა და ვიყიდო, არ ვიცი, კოკა-კოლები და რაღაცეები და დავჯდე სადმე გარაჟში. ვერის ბაღში, არ ემოთქენ ეხლა ვერ დაშტე. არა, ძალიან ნაწუნარია. ხო, ნაწუნარია. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის რა. წარმატებები და დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარი იყო ნანკა გვარი.